გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ სტუდიაში თქვენთან სასაუბროთ მოვიწვიეთ ეკონომიკის დოქტორი ბატონი გივი თაქთაქიშვილი. მე ვფიქრობ კი არა დარწმუნებულიც ვარ, რომ ბატონ გივის კარგად უნდა იცნობდეს ჩვენ საზოგადოება, უფრო კარგად უნდა იცნობდნენ ისინი, ვინც უკვე იცნობს და ვინც არ იცნობს, უნდა გაიცნო, იმიტომ რომ ბატონმა გივი საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე მასთან დაახლოებით 9 საუკუნეს ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს. აქედან 15 წელი თუ მეტი ერთად მუშაობდით ეკონომიკის და დაგეგმვის კვლევით ინსტიტუტში. ბატონმა გივიმ დაამთავრა მოსკოვის ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია და ყოველივე მის შემდეგ უნდა ვთქვა, რომ ძალიან დაბიოდ გამოვიდა დახასიათება ქალბატონი ლანა ღოღობერიძის, რომელმაც თქვა, რომ მე ტაქსი შოფერმა მომიგო არჩევნებშიო. ბატონი გივი და ქალბატონი ლანა ერთად იყრიდნენ კეთს ნაძალადებში და ბატონი გივი გავიდა, გაიმარჯვა და ცხადია ეწყინა, მაგრამ შეფასების დროს ხო არ უნდა იკადრო ადამიანმა უკადრებელი. ახლა კიდე პატარაც კიდე წავამატებ ბატონ გივი თქვენ შესახებ. მე ადამიანს ვაფასებ პროფესიონალიზმთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ პატიოსნებით, ერთგულებით ამ ყველაფერს ბატონ გივი არის გამორჩეული კაცი. ჯერ ერთი რომ ვიცით, რომ პოლიტიკაში ერთგულობა ცოტა ისეთი იშვიათია და ძნელია. ბატონმა გივიმ ბოლომდის უერთგულა ზვიად გამსახურდიას. მას მრავალ მაღალთანადებას დამხობის შემდეგ მრავალ მაღალთანადებას სთავაზობდნენ, მაგრამ მან არჩია, რომ ის მძიმე ცხოვრება და ის ძნელი ცხოვრება, რომელიც მან გამოიარა, ის ცხოვრება არჩია, ვიდრე პუტჩისტებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას. ეს ერთგულების შესახებ თქვი, ახლა მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა მის პატიოსნების შესახებ. ჩემს თვალში ბატონი გივი არის წარმოჩინებული როგორც ეტალონი პატიოსნებისა. წლების წინ ჰოლანდიაში ავარია მოხდა და ერთ-ერთი მანქანა იყო, ბანკის ფული გადახონდა და ეს ფული გაიფარდა. და ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ეს ფული მიიტანა იქ, სადაც უნდა მიეტანა იმ ბანკში და დაურეკე გივის და გივი შეხვარი ყავი მეთქი ეს ფული შეხვარ დააბრუნდა და იცინო და არაო. აი ეს არის ჩვენი სტუმარი, რომელსაც ახლა მინდა ვთხოვო, ჯერ მადლობა უნდა მოუხადო, რომ ხო, ერთი მომენტიც. მე ამ წვალების შემდეგ მოხდა ჰოლანდიაში და წლებია იქ ცხოვრობს. ჯერ მუშაობდა ხრონინგენის უნივერსიტეტში და შემდეგ ამ ყველაფერს მიანება თავი და ჩაუშვდა იმ საქმეს, რომელიც მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არის ძალიან დიდი საქმე. ეს არის წერს წიგნს, რომელშიც ასახავს ჰოლანდიელების დახასიათებას საუკუნეების განმავლობაში, ჰოლანდიელების ისტორიკოსების თუ მოგზაურების დახასიათებას საქართველოში. წარმომიდგენია, რომ ეს იქნება ძალიან სოლიდური წიგნი და ძალიან საინტერესო და სასარგებლო ქართული არა მხოლოდ ისტორიისთვის და ისტორიკოსებისთვის, არამედ ზოგადად ქართველი ადამიანისათვის. დაახლოებით თქვი ის, რასაც მოკლედ ბატონო გივი თქვენ შესახებ და ეხლა მე მინდა თქვენ გადამოგცეთ სიტყვა და გთხოვოთ, რომ ერთი მომენტიც მე ხანდახან მაკუმრებ ხოლმე თქვენ იმით, რომ არის მომენტები, რომლებიც თქვენ უკეთეთ, მე არც კი გამიგია და გავიგე, რომ უკვე იცით და უკვე ანალიზი გაქვთ და ესე იგი შორეულ ჰოლანდიაში არ გამოგეპარებათ გაზეთებია თუ ინტერნეტია, არ გამოგეპარებათ არაფერი, რაც საქართველოს ეხება და ეს თქვენს პატრიოტიზმს ძალიან კარგად ახასიათებს. მე მგონი მორჩი ახლა მეცადა კიდე შეიძლებოდა ბევრი ლაპარაკი, აღარ ვილაპარაკებ და სიტყვა უნდა თქვენ გადმოგცეთ და უნდა გთხოვოთ, რომ აი წლებია საქართველოში არ ხართ, ყოველ წელს კი ჩამოდიხართ და ეს სიყვარულები თქვენ სამშობლოს, მაგრამ აი თქვენს თვალში როგორ ჩანს საქართველო, მისი ეკონომიკა, საით მიდის, სწორედ მიდის, რა შეცდომებია,
აი ამაზე ვისაუბროთ რა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ჩვენს მაყურებლებს და ვეცდები გასაგებად და ადვილად გადმოგცეთ ის იმაზე, რაზეც ვფიქრობ, რაც ჩემი ფიქრის თემა არის. ესე იგი 1999-ში წავედი ჰოლანდიაში, იმიტომ რომ აქ პრობლემები შემექმნა, იმიტომ გაჩერება აღარ შეიძლება თუ არა და მაშინ საპრობლემოში უნდა წავსულიყავი და ხო, იქაც ადვილი არ იყო თავიდან ცხოვრება, საბუთები კი ყველაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ჰოლანდიელები ფიქრობდნენ, ეჭვობდნენ, რომ ეს საბუთები მართალი იყო თუ არა და ესე იგი ბანაკში მოვაყოფეს 5 წელი. და ცოტა გაუსაძელესი რომ გახდა, დაურეკე ვანდა ვან ზინდლერს. იყო ეს ქალბატონი Human Rights Watch-ის გერმანიის განყოფილების გამგე. ვანდას უთხარი, ვიცნობდი უკვე კარგად ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და ვანდა მეთქი მე-5 წელია ბანაკში ვარ, მეთქი და რატომ მეთქი, მithumetes საბუთები ყველაფერი იგრე მაქვს მეთქი და იცი რა, ეხლა არ გეწყნიოს, მაგრამ მე გეტყვია, რომ ეს არის ჰოლანდიის საშინაო საქმე და მე ვერ ჩავერევიო. ხო, ცოტა არ მესიამონა ეს ნათქვა, მე ვუთხარი, ეხლა 2 მილიარდ დამიკიდოთ მეთქი, მომისმენთ რას გეტყვით მეთქი და მე გადაწყვიტეთ რა უნდა გააკეთოთ მეთქი. ხო და ალბათ ვანდა მეთქი, საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტების საქმეებში ხო ერეოდით მეთქი. ხო, კიო. მე ის ხო საბჭოთა კავშირის საქმე იყო მეთქი საშინაო, რატო ერეოდით მეთქი? შეცვალა. ისეთი ლოგიკა შეცვალა. ხო და მე ეხლა დაგიგიდე ყურმეს ერთ 10 წუთში გადმოგირეკა ეგრე მე თვითონ. ხო 10 წუთში დამირეკა და მე არ ვიცი ხო ვის ელაპარაკა იქ ჰოლანდიაში და 2 კვირაში სტატუსს მოგცემენ. ესე იგი ადვილი ყოფილა, მაგრამ იქ ბიუროკრატია იქაც არის, ესე არ არის, თუმცა რომ ევროპა ჰოლანდიურად ესაუბრე? იცოდი უკვე მაშინ ჰოლანდიური კი ვიცოდი, მაგრამ რუსული იცოდა ვანდა, იმიტომ რომ ესე საბჭოთა კავშირზე მუშაობდა ხოლმე ადრე და ამიტომ უფრო ადვილად ვესაუბრე. ხო, სტატუსიც მომცეს მე ხო და დავიწყე ცხოვრება, ბინაც მომცეს სხვათა შორის. მანამდე იყო არსებობა. ხო, არსებობა ბანაკში. კი. ხო და სამსახური თავიდან გამიჭირდა, მე უნივერსიტეტში ვიმიღეს, თითქმის 10 წელი ვიმუშავე, პენსიამდე ვიმუშავე უნივერსიტეტში. მე პენსიაზე გავედი და ეხლა პენსია კი მაქვს, მაგრამ მაინც ვმუშაობ ხოლმე. გასაგებია. ხო, დილით გაზეთებს ვარ იგებ სამაგიეროდ. თელესა თავისუფალი ხარ და საქმეს აკეთებ და თარგმნი ჰოლანდიის ისტორიას ქართულად. უფრო სწორად კი არ თარგმნი ფაქტობრივად ახლიდან წელი, იმიტომ რომ ბევრი რამე ისტორიის წიგნებში არ არის შეტანილი. ხო და მინდა შევავსო, ესე იგი საფრანგეთ-ჰოლანდიის ურთიერთობით, გერმანია-ჰოლანდიის ურთიერთობით, ინგლիս-ჰოლანდიის ურთიერთობით და აი როგორ გაძლო ამ პატარა ქვეყანამ ამ დიდ ოკეანეში ამ ქვეყნებს შორის, ხო და როგორ მიაღწია ამ დონეს, ხო და ეს ჩვენთვის სასწაულად გაკვეთილი მგონია და ამიტომ დავინტერესდი ამ წიგნის თარგმნით ქართულად. და მინდა გამოვცე, ნახოთ რა გამოვა ყოველ შემთხვევაში, ვიმუშაობ ინტენსიურად. ხო და ეხლა იქ რაც ვარ, ყოველთვის ვადევნებ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ხო დიდად უსმენ ოპოზიციურ ტელევიზიასაც, სახელმწიფო ტელევიზიასაც, მაგრამ მაინც არ ვენდობი. აქუბარდიას გადაცემებსაც უსმენ, ესეც ზურგს არ მოწონს, მაგრამ მე მომწონს, იმიტომ რომ ყველას არა, მაგრამ ისეთ ვაკვირდები ვინ მოყავს და ვინ ყავს სტუმრად და მე უსმენ ხოლმე საინტერესოა ეს გადაცემებიც. ხო, ნუ ახლა კვილის პალიტრა მაინტერესებს, ყოველთვის ვნახულობ ინტერნეტში. სხვათა შორის ვერ გადაც ვნახულობ ინტერნეტშიც, ხო და ასე ნუ ვცდილობ რომ საქმის კურსში ვიყო.
ხო და ჰოლანდიას რაც შეეხება იმ გადათებით რაც მე ვარიგებ ყოველ დღე რჩება თითო ეგზემპლიარი ცენტრალური პრესის ხო ასევე ჩრდილოეთ პროვინციის გადათები და იქაც საქმის კურსში ვარ ყოველთვის ბატონო კითხვა მინდა მოგწეთ ესეთი რომელსაც მუშაობთ ჰოლანდია დაახლოებით ჩვენ ხელა ტერიტორიაა ჰოლანდიის ეს ნახევარი ჩვენ ნახევარია ჩვენ ნახევარი მითوارეს კლიმატი შედარებაც არ შეიძლება ქართული და ჰოლანდიური მithumetes ის ოკეანე აწუხებდათ რა არ გააკეთეს რომ წყალი შეეჩერებინათ და გასაგებია მაგრამ და ხალხი ცოტა მეტი 20 მილიონამდე არა 20 მილიონამდე 20 მილიონი მაგრამ სასწაულებს აკეთებს ჰოლანდია ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში აი ეს შედარებითი რაღაც მაჩვენებლები და თქვენი დახასიათება თუ შეიძლება ახლა დავიწყოთ ცოტა შორიდან ჭაობიანი ქვეყანა იყო ჰოლანდია პოლდერები გააკეთეს პოლდერები ხო და როცა კარლოს დიდმა ეს რომელი ეპოქა მე-10 საუკუნე ხო 19 საუკუნეში იყო კარლოსი ხო და ნორმანებს შესთავაზა აი მიწებს მოგცემთო ჰოლანდიას გულისხმობდა ხო და ჩემ ქალიშვილს გაგეტან ცოლათო ქალიშვილზე დაახმდა ეს მიწები არ გვინდა ჭაობიანი მიწები შენ შეინახეო ეს შეუბრუნდეს ის აი ეს მიწები ლამაზი ქალიშვილი წაიყვანეს ხო ააყოს ჰოლანდიელებმა ესე იგი დაიკებს ეძახიან ჯებირები ესე იგი ჯებირებს აკეთებდნენ ფენა ერთი ჯებირი გადმოელახა ოკეანეს მეორე დახდებოდა მეორე და ბოლოს უკვე ნიველირება ხდებოდა სამუშაოები იქიდან მოდის საუკუნე და ნელა კი კარლოს დიდმა გადასახადი დააწესა ვინც ხე-ტყეს აშენებდა ის გადასახადს არ იხდიდა გლეხი მოჯრაზე ხო პირიქით იქნებოდა ალბათ კი რა თქმა უნდა ესეთი წანის რომ გაჩეხონ ამას დაუშვებდა კარლოს დიდი რას დაუშვებდა გასაგები სისულელი მოჭრა იქ ეხლაც კი ხეების მოჭრა ის არის ამჟამულია ხო და ხდება სანიტარული ჭრა გასაგები და მორჩა მეტი იქ არ ხდება და ხო და რაც შეეხება რა არის ეხლა წვიმიანი ის არის ქვეყანა ხო და მზე ნაკლებად არის აი ზერო გამოვა ხომ ამალეთ ხორინგეში რა მთელი ქალაქი ამოეფინება დივანი საწოლი რაღაცები გამოგარეთ და ხო ამასთან დაკავშირებით თუ არ გავიხსენო არ შეიძლება ქართველი ემიგრანტის ოჯახი იყო ბონში მე მგონი არ მახსოვს 20 წლებს გეუბნები რომ პირველი ემიგრაცია პირველი ეს ბავშვი ყავდათ ერთი გოგო დილით გაიღვიძა ბავშვმა და ტირის და ეგ რა ხდება რატო მზეროდის იქნებაო მზერო ხო კი სხვადასხვის ცოტა მზიანი დღეები ცოტა მე ეგ დავწერე კიდეც იმიტომ რომ მზის ბატარეებისთვის საქართველოს ყველაზე კარგი შანსები აქვს რომ გამოიყენოს ეს მზის ბატარეები და იმიტომ რომ აქ 280 დღეა საშუალო წელიწადში მზიანი. დიახ. იქ 180 დღე არის მაქსიმალურად რა. ხო და მზის ბატარეებს კიდე მზის ენერგია ჭირდება. ის 180 დღეც ალბათ ესეთი კაშკაშა და მწყურვარი არ იქნება. კი, არის დღეები რომ საერთოდ ზე არ გამოდის. ხო. უბრალოდ დღე არის და ზე არ ამიტებს ხო და სხვადასხვა მისი წარმოებაც მინდოდა რომ აქ დაწყობილიყო და ჰოლანდიელ წარმოებლებს თავაზობდი აქ შემოსულიყვნენ და ეწარმოებინათ ეს მზის ბატარეები. ხო, ნედრეული არის აქ მაგის ყველაფერი ხო და მაგრამ ბაზარი აქაური პატარა. აი ეს არის ამაზე თავს იკავებდნენ და მაგრამ მე ჩინელებს უთხარი, რახან ჰოლანდიელები არ წამოვიდნენ, ჩინელებთან მქონდა ურთიერთობა, ხო და რა გინდათ მეთქი ახლა საქართველოს მართალი ევროკავშირის წევრი არ არის მეთქი, მაგრამ სარგებლობს რაღაც შეავათებით მეთქი და ჩვენთან რო დაიწყოთ აქ წარმოება მეთქი, ნახევარფაში შეიტანთ ევროპაში მეთქი.
ხო და უფრო კონკურენტული იქნება მთელი ბაზარი მეთქი. მაგრამ ჩინელება იმდენი იშრომეს, ის მშრომელი ხალხია და ესე იგი ფაქტიურად ჰოლანდია რა ფასადას აწარმოებს იმ ფარში იმის ნახევარ-ფარში შეაქვთ ჰოლანდიაში ჩინელებს. კი. და ხო არ ჩაკლეს ჰოლანდიური პანელების წარმოება. თუ გრძელდება. ესე ჩინელებს შეაქვთ ჩინური მზის ბატარეები ძალიან პოპულარულია ჰოლანდიაში. კი. ჰოლანდია ვისაც უნდა ჰოლანდიელს ხიბლოს, მაგრამ ვისაც უჭირდა ნაკლები შემოსავალი. ანუ პარალელურად ჰოლანდიური წარმოებაც გრძელდება. კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის მე ახლა აღარ ვიცი არის თუ არა, მაგრამ საქართველოში იყო პანელების წარმოების ქარხანა და არ ვიცი ახლა. არა მგონია რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველას ვიცნობ ვინც არის ამ დარგში დაკავებული. ხო და ფაქტობრივად ჩინურები შემოგვაქვს და ჩინურებს კეთილი, ბატონგი. ისე იმას დაუბრუნდეთ და შედარებით ეკონომიკა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის შედარებები. ახლა სოფლის მეურნეობა ერთი პირდაპირ ვიტყვი, ესე იგი შარშან, ესე იგი ჰოლანდიის სასულო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტმა მილიარდ ევროს გადააჭარბა, მილიარდ ევროს. ექსპორტმა, ხო, ექსპორტმა. ძირითადად სად გააქვთ? თელ სოფლიოში, მაგრამ მაინც ყველგან, ხო, აფრიკულ ქვეყნებში ბევრი გააქვთ. კი, თვითონ ევროპაში? ევროპაშიც გააქვთ ყველგან. გადის. ფაქტობრივად ყველგან გადის. იმიტომ რომ ახლა ყველაფერი მოყავთ, კომბოსტოდან დაწყებული ახლა სტაფილოდ დამთავრებული კარტოფილი და ყველაფერი. ისე რაც შეიძლება ისე ხორბალიც მოყავთ, მაგრამ იქაური ხორბალი არის ძალიან უხეში. და იხმარება მარტო საფურაჟად. საკვებად ჰოლანდია ხორბალს ყიდულობს პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდანაც ყიდულობდა აქამდე. ახლა შეწყვეტილია რუსეთთან ის არ ყიდულობს რუსეთთან. ბატონგი, ეს აშკარა და უდიდეს განსხვავება ჩვენს ეფექტურობას წარმოებისა, ჩვენსა და მათ შორის გასაგებია. მაგრამ რამ განაპირობა ეს? ერთი ფაქტორი მაგალითად ძლიერი ვიცი, რომ პროტესტანტები არიან და უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. მნიშვნელობა. ესე იგი პროტესტანტი პაპი ეუბნება პროტესტანტებს, რომ აქ იცხოვრე 64 თუ ვინ აქ უნდა შექმნა და არა იქ, როგორც ჩვენი უფლები ეუბნებიან, ხო? ხო და სხვა ფაქტორები. შრომის მოყოლება ეს აქვთ, ესე იგი. ხო და მექანიზაციის მაღალი დონე. ხო და ახლა მაგალითად ჩვენთანაც აქა-იქ რაღაცები გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ფაქტობრივად ვერ ვიყენებთ. ჩვენთან იყო ქიმიკოსი. მე ლუკაშენკომ წაიყვანა ჭარხის მოსავალი რომ გაედიდებინა, იქ იმუშავა. ესე იგი აქ ვერ გამოიყენეთ. ვერ გამოიყენეთ. გადახდა უნდა ხო ფულსა, იმასაც არსებობა ხო უნდა ხო და სულ მივიდა ესე იგი როგორ ამ კაცს ჩვენ ვერ ვიყენებთ, რატო ვერ ვიყენებთ? აი ხო რა უნდა ამ ხსნარში მთელი ხორბლის ისა სათესლემასა აური ისაკენ დაამუშავე და მე დათესე რა ხო და მით უმეტეს ქართული ხორბლის მოსავლიანობა დაბალია. და ამ ხსნარით ხლინკაცის გამახსენდება ხო და მოსავლიანობა მატულობს, რა თქმა უნდა, 1-30%-ით იზრდება სუმცირე, ხო და ლუკაშენკომ მადლობები უხადა, დააჯილდოა და გამოუშვა. ხო და ჩვენ კიდე ვიყავით ეს. ხო, ვერ გამოვიყენოთ, ხო და გული მწყდება, სანამ ცოცხალია ის კაცი მეთქი იქნება გამოვიყენოთ მეთქი. ვის უნდა უთხრა, არავის არ შეერა იმისათვის რა, რაც აქ იმით ყოფილდება. და ჰოლანდიელი არ არის ამის ისა რა. სიახლე რა ხდება თავის დარგში ამ სოფლის ყველაფერი იცის. აი კაი აგრონომის დონეზე იცის რა. ხო, მაგრამ აგრონომი ყველას ყავს. როგორც კონსულტანტი, როგორც ის კი, ისე აგრონომი და ალბათ ვეტექიმი ყველაფერი. ჩვენთან მოსმეს ეგ ყველაფერი არ არის. იქ ძროხებისაც რა არის ყოველწლიური, ხო, ისა თხებისაც რა არის, რომ ის რა ქვია ამას დასიცხვა არ დაემართოს, ან რაღაც არ დაემართოს, ხო და ჩვენთან ეს ვეტერინარია მიშვებულია, ხო, არც არსებობს და ეს ფერმებია იმხილა, რომ ახლა 1500 ძროხა რო ეყოლება, მოვლა ხო უნდა რა და ეს მექანიზაციით ხდება.
ხო და ახლა აი ტიტების ის რო ნახოთ არა ბოლქვების დარგვა ტიტების მე მოჭრა მოწყვეტა სულ მექანიზირებულია ხო და ჩვენთან საქართველოს იყო ყვავილების ქვეყანა მაგრამ სად მოყავს ახლა ყვავილები არასად არ მოყავს მით უმეტეს აზერბაიჯანს მოყავს ტიტები შემოაქვთ კი აქ საქართველოში და აზერბაიჯანის ძირითადი ბაზარი ყვავილების რუსეთია მით უმეტეს მათ შორის ურთიერთობა მაინც კარგი არ არის მაგრამ ამ ეკონომიკას არ ეხებიან აზერბაიჯანს არაფრით არ აქვს არც კლიმატი არც ბუნება არც მზე და ყველაფერი ჩვენზე უკეთესი მით უმეტეს სოფლებს ჩვენი ხალხის ცოტა მენტალიტეტი ესეთი მატრაკეცული ხო არ არის 1-2 წლის წინ არ მავიწყდება ეს მეზობელმა იყიდა და გასვენებაში მივიდა ყვავილები მე ვთხარ ალამაზი ყვავილები თაიგული ხო ჰოლანდიურია წაი მატრაკეცა ხო და რაღა ჰოლანდიური იყიდე მეთქი იყიდებოდა მაშინ რო ქართულის ეს 2 დღით მეტს აძლევს აი ესეთი სამამულო შეგნება ჩვენ არ აქვს რაც აქვს იაპონელს რაც აქვს პოლონელს რეკლამები აქვს კაცო რომ იყიდე პოლონური იყიდე იაპონური ჩვენთან 2 დღით ადრე 2 დღით ხანგრძლივად ძლევსო და ეს იაპონური თუ ჰოლანდიური ამჯობინე ქართულს ნუ დაუსაყოს ამას ეს არა მისია მეგობარს თქვა ერთმა ქართულმა აღვინა რომ ჰოლანდიაში გაიყიდა მისი ღვინო ხო ნუ გამოუგზავნა ღვინო და ყველაფერი და ამან ღვინის მაღაზიებია ცალკე მაღაზიები გარდა იმისა რომ მარკეტებში ცალკე სექციაა ღვინის ხო სხვათა შორის ბევრი მარკეტის ამ ღვინის განყოფილებებს უფრო ვიცნობ იმიტომ რომ მინდოდა ქართული ღვინო როგორმე გაგვაყიდა იქ მაგრამ არ გამოვიდა მე ვიტყვი ხო და ეს ღვინო ქართული მაინც ნელა მიდიოდა ნელა იყიდებოდა და განყიდულმა უთხრა ჩემ მეგობარს მოდი ესე გავაკეთოთ ერთ ბოთლს თუ იყიდისო მეორე ბოთლს ნახევარფაში მივცემო რომ მოიზიდოს ხო მე მიიჩიოს კლიენტურა ხო მე ვერ გადავწყვიტე პატრონს ელაპარაკე პატრონს ელაპარაკა და პატრონმა უთხრა რომ არ მინდა გამოგზავნე ღვინო და ისე რუსეთში წავიდე აი ეს მენტალიტეტი ხო ახლა რა ვიცი ახლა ევროპაში მიღებულ რუსული მანეთი ურჩევნია პატრონი რო უყურდები ამდენი წლებია ჰოლანდიაში ხართ მაგრამ აი რაღაცა სერიოზული პროექტი ურთიერთობის ვერ გამოვიდა და ვფიქრობ რომ ამ საქმეს საერთოდ ბიზნეს და იმას ალტერნატივები არ უყართ. ეხლა თქვენი გონება კონცენტრირებული უფრო იმ წიგნზეა. კი, რა თქმა უნდა. და როგორც ვხედავ და ვატყობ, ეს ბიზნეს ურთიერთობები სასხვათა შორისოა და ამიტომ არ გამოდის. აბა თქვენ აი როგორც ნაპოლეონმა და აღმაშენებელმა უკან ხიდი ჩაჭრეს, აბა ჩაჭერით ის ხიდი და დაანებეთ თქვით რომ ეს იგი არა გადადეთ ვერდე ვერ გააკეთებთ, ამიტომ არ გამოდის ეს. შეიძლება, მაგრამ ადრე ცდილობდი, მარტო ამ საქმეს ცდილობდი. კი, ფირმაც ჰქონდა დარეგისტრირებული ყველაფერი, ხო. ნუ ერთხელ მოვიდა ერთი ჰოლანდიელი და ის მინდაო. ტარხუნის ლიმონადი ქართული, იმიტომ რომ ამერიკაში გავსინჯებოდა ძალიან მომეწონა. ხო, მე ვთხარი, ვისი გასინჯე თოფაძეს, კი ბატონო, რამდენი გინდა ერთი პალეტი არის ცოტა ის, ხო. მე ვთხარი ჩამოგიტან მეთქი, ამან ფული გადამიხედა ყველაფრის. ნუ იანგარიში დაახლოებით რა იქნებოდა, თოფაძესთან ვიყავი, ხო და თოფაძე მოგცა ეს არ აიღო სათაშორის ფული, ოღონდ მიხედე საქმეს. ხო, ის ფული უკან მივეცინდას. ხო, რო ჩაუტანი და არ აიღო მეთქი ეს. ხო და დაინტერესებულია რომ გაიყიდოს მეთქი, იქნებ. ხო, ამან ესე იგი დამხვდა აეროპორტში ის იყო Volkswagen ფურგონი დიდი, ხო? წაიღო, ხო, მეც სახში მიმიყვანა ყველაფერი და აი ორშაბათიდან დავიწყოთ ამაზე მუშაობა, ხო. ორშაბათს დაუბრეკე, სად არის, არ არის. ხო. მე თოფაძეს ველაპარაკე, ხო არ ჩამოსულა მეც, არავინ არ ჩამოსულა. საინტერესო. ხო, ცოტა არისია, რა უყო ახლა ესეთი. ეგ არის კიდე მინდოდა საქართველოში და ესე ჰოლანდიური კარაქის და ზეთის წარმოება დაწყებულიყო, იმიტომ იქ იაფია. 1 ლიტრი ღირს 1 ევრო, ეხლაც კი. არა, ის ზეთი. ზეთი. ხო, ანუ ახლა ეს გაძვირებები არ შეხებია ზეთს, იმიტომ ბევრია. ხო, აწარმოები. ხო და
მაშინ როგორ ქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ ქონდა. ხო, ჰოლანდია არ მიშევდა სანამ პასპორტს არ მიიღებ, ჯობი არ წახვიდო. ხო და დამბირდა ის კაცი რომ თურქეთში მივდივარ და საქართველოშიც ჩავალო. საქართველოში ველაპარაკე ვინც უნდა დახვედრიყო, ინახებინა ყველაფერი და ხო მე არ ვიცი ახლა რა მოხდა ამ კაცმა თურქეთიდან დამილეკა რომ საქართველოში აღარ წავალო. ხო რატო არ ვიცი ახლა ეს. რო ჩამოვიდა მე ვკითხე და არ მირჩიესო თურქებმა იქ წასვლა და ქართველებს ველაპარაკეო, მაინც კარგი სტაბილიზება არ დამრჩეო. ხო, თურქების ეგ ფილოსოფია გასაგებია, იმიტომ რომ თვითონ შემოგვაქვს ნაწილო და რა თუნდაც კონკურენტი. მაგრამ ქართველები საინტერესოა, რატო ვერ დატოვეს გაიხარეს იგი. ხო, იმათ ჩვენებს რო ველაპარაკე ზედმეტ თავსატეხი არ უნდათ რა. გასაგებია. ხო, კი ბატონო, არ უნდა. ხო, ფაქტობრივად არაფერი არ გამომივიდა, რასაც გინდოდა რომ ხელი მოვიგო. ხო, ღვინოზე წადეს სხვათა შორის ალბერტეინში შემეტანა და იმას ალკოჰოლური სასმელების განყოფილების დეპარტამენტი არის, აი ამ ქსელში. ხო და ეხლა ქალი იყო სხვათა შორის და ძლიერი ქალი და ესეთი მითხრა, აი შენ რო ეხლა შემოიტანო ქიზმარაული დაიუშათო. გაისათ იგივე ქიზმარაული იქნებაო? ყველაფერი სოდნია. ხო, ისო ყველაფერი. ქართველების ზოგიერთი ქართველის პრინციპი ეშმაკობა. ისე ველაპარაკე. ეხლა ზუსტად ისეთი ვეღარ იქნება მეთქი, იმიტომ ეხლა დამოკიდებული მზის სხივის დახრილობაზე ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აი ეგენი მესმის, მე რასაც გეუბნები თუ იმას ძირითადში. ხო, ძირითადში. ხო. პირობა ვერ მივეცი, აი მაგასთან დაკავშირებით სასწაული ამბავი უნდა გითხრა. ქართველებმა გააკეთეს მოსკოვში ჩაის ფაბრიკა არა საამქრო ალბათ. ძალიან დიდი პოპულარული გახდა. და რო ნახეს ქართველებმა რომ იყიდება და წარმოგიდგენიათ რა გაურიეს. ნახერხი გაურიეს. მოსკოვში ცხოვრობდი ერთი პერიოდი ამ დროს. დიახ. ხო და ცეილონის ჩაის შემოტანი მირეკავს. მაგას დაც ვცდილობდი რაღაცებს მიცოდენ და ის ხო და რა გინდა მეთქი თქვენ ჩაი ხო არ იმეთქი არა ქართული ჩაი ცოტა უხარისხოა და გინდა შეურიოთ ისე ჩაი შეურიოს მაგრამ უხარისხო აფერისტობის სხვა სახია ეგეც უარი უთხარი არა მე ჩავერე მაგ საქმეს ბიზნეს საქმეს ხო ბატონი მე ხლა მინდა გთხოვოთ რომ აი ჩრდილოეთიდან შორეული ჩრდილოეთიდან გადმოხედვისას როგორ გესახებათ საქართველოს ეკონომიკის განვითარება თქვენ ყოფილიყავით დაუშვათ უძველად ადგილზე რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე აი რას არ გააკეთებთ რას უფრო წაახალისებით ეხლა იქ რომ მუშაობდი რა ფაქტურად ქართულ საქმოსნებთან თუ ბიზნესმენებთან ყველგან ბევრთან ურთიერთობა მქონდა. იმიტომ რომ ვცდილობდი წარხალისება და ამოძრავებულიყო, იმიტომ რომ ეგ მაგათი ამოძრავება თუ გიშვერდა მეტი არაფერი. ხო და სამწუხაროდ ვისაც ახლობიცნობ რაღაც გამოვიდა. აი კობენად ნაფეტვარიძე იყო დაუშვათ ასეთი ის ხო ასეთი პატარა ისინი ეხლა გამოდის უკვე ევროპაშიც არის მაშინ არ იყო ჩვენ დავიწყეთ შაქრის აი ესეთი ტაბლეტების წარმოება რომელიც ჩააგდებ წყალში იხსნებოდა და ხო და 2-3 წელი საკმარისი იყო ერთ დიდ ჩაის ჭიქისთვის ხო ამის წარმოება დავიწყეთ მით უმეტეს სიგოა შეშფოთებული იყო შაქრის პრობლემა ქონდა, არაფერი პრობლემა არ იყო ისეთი, უბრალოდ არ ვიცი, ვერ გადაწყვიტა თუ რა იყო, მე მიმიყონა ზეთან. დღეს ვიარი გადასაწყვეტი არ არის შაქრის პრობლემა. შაქრის პრობლემა შენ და ჩვენ უნდა გადაწყვიტოთ მით. არა, პრეზიდენტია საქმის კურსში ჩავაყენოთ. კი ბატონო. მივედით ზეთან, ხო და ზეა რა პრობლემა არის და არაფერი მე სამუშაოა მოსაგვარებელი მეთქი. რა სამუშაო შაქრის ჩარხის ქარხანა გვაქვს მეთქი გაჩერებული უნდა ვქონდეთ მეთქი ესეთი
მეორე მეთქი თურქები მეთქი შაქარზე მეთქი მოთხოვნილების 60% თაფლით იქმაყოფილებენ მეთქი. თაფლი გვაქვს მეთქი შევისყიდოთ მეთქი მოსახლეობიდან და ჩვენ თვითონ კანქსელში გავყიდოთ ან რაღაც გავაკეთოთ მეთქი არ არის მაგი მოფიქრება შეიძლება მეთქი. და მესამე აი ისინი დავიწყეთ მეთქი წყალში ვიხსნა ეს შაქრის ტაბლეტები და ეს ზუსტად იქნებ გამოსინჯო. მეორე დღეს მივუტანი მოეწონა რა თქვია კაია მიხედე საქმეს. ის გამზადდებოდა ის შაქრის ძირქონებიდან. დასაგებია. ძირქონები ჩაისვასაც ყიდულობდა უკრაინაში ეს ყობა და აქ აწარმოებდა. ხო და აი ერთხელ ბატონმა გურამამ მკითხა გოშვილი გურამი პეტრიაშვილი. ხო და მე ვუთხარი გურამ იმდენი ნიჭიერი ხალხი ყავს მეთქი ნეტა ამათ მივხედოთ მეთქი ყველაფერს ამოქშება შეიძლება მეთქი მაგრამ ვინ დაგაცადა ეს არის ხო ფაქტობრივად ხელისუფლებაში ვიყავით 6 თვე რა ხო მაგრამ რაც ხო რა მაინტერესებს ახლა გადატრიალება მიდის აი ჯერ კიდე ესეთი მძიმე პერიოდი არ დაწყებულა და 15 დეკემბერი იყო ეფსიკოლას ხელმძღვანელობა ჩამოვიდა ჩვენთან. ხო და საქართველოში უნდა პეფსიკოლის არმოება. ხო და მე ვუთხარი ახლა ჩვენთან ესეთი მდგომარეობა მეთქი, მაგრამ თუ თანახმართ ხართ კი ბატონო მეთქი, მაგრამ რატო ხსნადი ჩაის არმოება უნდა ბოდიში. ხსნადი ჩაის, ქართული ჩაისგან. ჩვენს ნედრეულზე. მე ხო ეგ ვუთხარი, რომ აი მაგას განახსენდა. ცერნოის ჩაი არის მეთქი, ჩინური ჩაი თქვენი ჩაი სხვა არისო თუ ხარის ის არის კარგად მოყვანილი ჯობია ხარისი თუ გასვლა ჩეილონისასაც კი ხო გავუცდი და აი ძნელ ვითარებაში იმის განზრახულებათა ოქს მოეწერა ხელი და ესე იგი ორ კვირაში უნდა ჩამოსულიყო დაგვიწყო ეს საქმე ორ კვირაში მინდა გაცადა უკვე ეს დაიწყო სროლა ესე იგი საბჭოთა კავშირის მოთხოვნილების 90-95% ქართული ჩაი. ვაკმაყოფილებდით ქართულ ჩაის. ეხლა მაღაზიაში რო შეხვიდე, ქართულ ჩაის ვერ იყიდე. არა, ცოტა არის მე. ცოტა ძალიან. ხო, მაგრამ მე ქართული ჩაი მიმაქვს ხოლმე. იქა და კარგი სუვენირია რა, იქ ჰოლანდიაში. და არ შეიძლება მაგის ექსპორტი რო გაკეთდეს და უკავშირდეთ. თუ იმდენი ძალა და ის აღარა გაქვთ, ეს ასაკში შევედით. ხო, ის არა, კი ვეცდები, მაგრამ არ გამოვა მე ვერც აქეთ მხარეს ვენდობი უკვე რა რომ ზუსტად ისეთი გამატანონ და უშოთ როგორიც იქნება მე საცერ პარტიაში ასაგებია ნახე შეურება ხო რა ვიცი რა ხდება აქ ძალიან ძნელია რა ნდობა ქართლის აი ბიზნესში ხო რა ვიცი ახლა ძალიან ძნელი რატო გახდა ეს მენტალიტეტი ჩვენი ესეთი გასო დიუნო გამახსენდა რომ იმან თუ გითხრას ეს არ დაუჯერო, იმან თუ გითხრას ეს არ შეგვიდეს, არ დაუჯერო, ქართველმა ერთი ულვაშის ერთი ხელი მოგცეს, ყველაფერი დაუჯერებოდა. როგორ შევიცვალეთ, რატო შევიცვალეთ? ცხოვრება იყო საბჭოთა. არა და ბიზნესი ნდობა. კი, აბა ეხლა ერთხელ თქვი, იმდან მნიშვნელოვანი თემაა, უნდა კიდე გავიმეორო, ერთხელ თქვი და ერთი წიგნი თარგმნე ნობელიანის საბაზრო ეკონომიკა და სკოლიოში წერია, რომ კანადამ 200 წლის თავი გადაიხადა კონტრაქტის გაუწყვეტლობის. საქართველოში წარმოგიდგენია რომ 200 კი არა 2 წელი რო გაძლოს და ერთმანეთსა დაეტაკნენ და აი ჩემი არა და თავარია. ახლა აი ერთი პრობლემა გქონდა მე რო დამიჭირეს პირველად თბილისში ეს მხედრიონელი ერთი მომვარდა და პრივატიზაცია რატო არ დაიწყე და დამიწყო ის მე ვთხარი დაწანდი მეთქი და აგიხსნი მეთქი ხო ერთი ეგრე არ არის მეთქი პრივატიზაციას მომზადება უნდა მეთქი და მე ვასერთი ეს ჩვენ მივდივართ გეგმით მეთქი იმ გეგმას არ ვარ ჩამორჩენილები მეთქი ყაზახეთის, ბელორუსის, ბალტიისპირეთის ყველას გამოცდილება გაზიარებული გვაქვს მეთქი და სხვათა შორის ჩეხებმა გთხოვეს ჩვენი კანონ პროექტები უთარგმნით ჩეხურად ხო გავუგზავნეთ ძალიან კვალიფიკებულები იყვნენ რომ კარგად მიდიხართ ხო და გოლიათის ის ჩაატარეს თარგმნამ ჩაატარა უნდა შეგაწყვეტილო რა მე მოვთხოვდი რომ არ გამახსენდა რომ წამოგვეგო თქვენი წიგნი როგორ ქვია ბოლოს გამოეცით ეკონომიკური რეფორმები საქართველოში ეკონომიკური რეფორმის 2 წელია გამოვიდა ერთი წელი გამოვიდა გვეჩვენებინა
მაყურებლისთვისაც რომ ეს ყველაფერი იქაც წერია. კი, ხო და იქ შემეწერია კი. ხო და სხვათა შორის მე მომხრე ვიყავი რომ ესეთი წვრილი საწარმოების პრივატიზაცია სხვანაირად გაგიკეთებული იყო როგორც ბალტიისპირეთის ჩანონის. იმიტომ რომ აქ წვრილი საწარმოებში ძირითადად დირექტორის ატრიალებდნენ თავის ფულს. ხო და ეხლა რო წაართვა ხო ამიტომ შეიძლება ის მოხდეს ხო და მე მომხრე ვიყავი რომ აქციები ამ მაღაზია იქნებოდა წვრილი საწარმო მიგვეყიდა კოლექტივზე და თვითონ გადაეწყვიტა ვის რამდენი წილი ქონდა იქ თვითონ მემორიგებული იყვნენ თუ არა და მე სასამართლოში წავიდოდნენ და სასამართლოსაც საქმე ექნებოდა ხო ეხლა მე იმ სასამართლოს არ გულისხმობ ეხლა რო არის ჯიბის სასამართლო ხო სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს ხო და ხო და ეხლა ადრე ვაუჩერები რატო არ გამოუშვთო ვაუჩერები რუსებმა რო გამოუშვეს ერთ ბოთლი არაღზე იყიდებოდა თითო ვაუჩერი აქაც ესე არის ხო აქ მე არ ვიცი გააკეთეს ხო ვიცი გააკეთეს მაგრამ ეგეც მოხდა და 10 ლარი ბაშილარი არის ერთი ბაზარში შესვლა იყო რა ხო ერთი ვაუჩერი და ამასე მოიშვერდა ბაჭუს საფინანსო ბაზრები არ ქონდა ხო და ეს უნდა გაგონვითარებინა ჯერ და კი იყო კავკასიის ბირჟა მაგრამ კავკასიის ბირჟა ჩასახვის პროცესში იყო რა ჯერჯერობით კი ისე აქტიურად ვერ მოქმედებდა ხო ბატონო ერთ შეკითხვა დავებადა თქვენი საუბრიდან გამომდინარე. აი მხედრიონერს რომელმაც თქვა რომ რატო პრივატიზაციას არ აკეთებთო. ანუ ხალხს რატო ხალხის რატომ არ მიდის ის საბჭოთა კავშირი განსაზოგადოების საბჭოთა კავშირის დროს განსაზოგადოებული ქონებაო. ეს ხომ არ გახდა თქვენი ანუ ეს ხომ არ მოხდა პუტჩის მომხრეების ყველაზე წონიანი არგუმენტი ეს ხო არ იყო რომ თქვენ ეს პროცესი შეანელეთ. აი თქვენ ეს პროცესი უფრო უნდა მიგვიშვა, კი. უფრო მიგვიშვა. იმიტომ რომ ეს ბიზნესის მსურველი ხალხი ცოტა დაწყნარდებოდა. კი, უნდა მიგვიშვა. მე მაგის მოხრე ვიყავი, უფრო უნდა დაგვიწყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. რა ციფრები დროს არავინ მოგცემდათ და მიითვისებდნენ რა ის კი, მაგრამ ახლა იყო ხო მაგალითად ჯავას უწერია თავის წიგნში. ეხლა ჯავას კი არ მომწონს, მაგრამ მე მტერი ვარ იმ წიგნსაც ვკითხულ. ხო, მოვიდა, ეხლა აღარ მინდა ის კაცი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი იყო, ერთ-ერთი პარტიის ლიდერი. და აქ ტანკი რემონტი ეს სატანკო ტანკების სარემონტო ქარხანა ქონდა. ხო და ჯავას ბიჭი შეუგზავნია უთხრა მამაშენს ეს მოგწესო. ხო ახლა კაც სკოლას არ დავასახელებ ხო. მოგინდა დავასახელებ. რად მოგწესო? მოგწესო ხო. ხო. მაგრამ თქვენ რა გინდა თუ? ხო და ნუ ჯავას არ მიუცი, ესე სწორად მოქცეულა. გიჟი ხო არ არის, როგორ უნდა მივცე თუ. ხო და აი ესეთი მენტალიტეტი იყო რა ქართველებში. აი ეს მომეცი და ის რომც ვერ გამოიყენებინა, უნდა და ქონიყო. მე დრო მოვიდოდა გაყიდიდა. ხო და აი ეს დანაწილდა ჩარხშინებელი, აი ეს დანაწილდა სახეხი ჩარხების ქარხანა, ერთადერთი ქარხანა იყო სახეხი ჩარხების ქარხანა საბჭოთა კავშირში. იაპონელები ყიდულობდნენ სახეხი ჩარხებს. ეს ქარხანა აღარ არის, იმ ადგილას ახლა სახლებია აშენებული. უნდა აკრძალულიყო, ეგ სადაც წარმოებები იყო, რომ იქ სახლები აშენებული იყო. ის წარმოებები, რომლის ადგენაც შეიძლება აღვედგინა. მაგრამ ნუ რა ვიცი, ახლა იქ იმას შევარდა სხვა ფიქრები ქონდა, ამას სხვა ფიქრები აქვს და თქვენ რომ ესე გააკეთეთ, უშტები გავახსენდა ერთ დროს რომ ჩემპიონი იყავით, ხო? ბოქსში. ბოქსში ვარჯიშობდი კრივში. კი არ ვარჯიშობ, შედეგები გქონდათ, ხო? კი, მქონდა ცოტა, ხო. ხო, ცოტა იყო თავდაბალი კაცი ხარ და ცოტა. აი, რა გეჩვენებათ ისეთი ჩვენ ცხოვრებაში, ქართულ ცხოვრებაში, რომელიც აი თქვენს გაღიზიანებას, ხშირად გაბრაზებას იწვევს. აი ერთხელ ბატონო ზოიამ დამირეკა, შენ მეზობელს რაღაც შეეშალა და იქნებ გადახვიდეო. გვერდზე იყო კომისია ერთ-ერთი დარგის და გადავედი სოფლის ხალხია ჩამოსული. ბევრი არიან და
აი გევიც მოვიდა ჩემ ხარეს არის ამ მეგობარმა და მე ვთხარი ეგრე არ არის მეთქი მე უნდა მოусმინო მეთქი და კომიტეტის თავმჯდომარე თუ არ ნიშნება მეც კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი არა სოფლის ის სოფლის ხო და მე ვთხარი უნდა მოусმინო მეთქი ამ ხალხს ეგრე ხო არ არის მეთქი და ხო და მეურნეობა ქონდათ იჯარით აღებული სოფელს ხო და მუშაობდა ეს ხალხი ამ იმაში მეურნეობაში თავისი იყო და იმუშავებდა ბარას იზავდა დაახლოებით ისეთი როგორც მაგალითად ებრაელებს აკიბიცი ხო კი აი ზუსტად ეგეთი ის გამოვიდა ხო და მე ვთხარი მიუტრიალდი ამ ხალხს მეთქი დატანებდეთ კი ხლე გამაგებინეთ მეთქი ვალი რისი გაქვთ რამდენი გაქვთ არა გვაქვს აგი საბუთები მანახეს სუფთა აი მე ვთხარი აბა ფულსაც უშვებით მეთქი ამ შემოსავალს და ხარჯავთო აბა რაში დახარჯეთ მეთქი სკოლა ავიშენეთო ბავშვებისთვის ხო სოფელი ორგანიზებული ყოფილა სოფელი მოასფალტეთო შუქი გვაქვს სოფელში გაყვანილი ყამე 10-აო და სიმშვიდეაო ხო წყალი ყველაფერი სარწყავი განაწილებული გვაქვს ვიყენებთო მეც რას ვთქო ხო და მიუტრიალდი ამათ რას ერჩი მეთქი ხო შენ ახარ მოსახსნელი ესენი კი რადგან მე მაგ არა ის მაგათი განცხადება რომელსაც მისი რეზოლუცია იქვე დავხიე მის თვალწინ ახლენ დავაწერდი განცხადება დავადე რეზოლუცია იმუშავა შეუფერხებლად ხო და რომ დაამთავრდა ეს საუბარი ნუ დავშვიდე ყველაფერი აბა თქვენიც მეთქი მიხედეთ საქმეს და დავშვიდობე და უფროსი გამათი გამოყვა და ბალონ გივიო კამაზე გვინდა ერთიო და არ გვაძლევენო და მოხე დაწერილი გაქვს მეთქი განცხადება ხო და დავადე რეზოლუცია ვინც იყო ახლა აღარ მინდა მის დასახელებაც ისიც ის იყო ხო დააკვირდით კამაზით მეთქი და სასწრაფოდ გავუშვით სახში იმუშაონ მეთქი დილას ესე ორშაბა არა მეორე დღეს ყოველ თუ მესამე დღეს დივანი შემოდის თუ დაბლა კამაზით გასო და ასიგნალებენო შენ ხოვენო გამოდიო ხო და იქიდან დამიძახეს რომ აი ბატონო იგი მოგცეს კამაზიო დიდი მადლობა მიდიორთ აი ესეთი პრობლემები იყო რაც მაღიზიანებდა ხო და რატომ უნდა მეხარჯა ესეთ საქმეზე დრო როცა ჩემ საქმეს თავზე საყრელი მქონდა ხო და ახლა წალკაში იყო პრობლემა წალკის რაიონში პრეფექტი არ მიდიოდა რა რომ ჩაეცრო ეს რაღაც პრობლემა და ხო ზოგადად მეთქი სად იყო კაცის პრეფექტი პრეფექტის თავის კაბინეტში იყო იქვე მეგობრად თბილისში არა თბილისში ხო და ზოგადად მითხრა იქიდან წახვიდეო რა და მოვაგვარო ეგ საქმე ხო აი წავედი ხო რა უნდა იქნება ბატონი ზვიადის ეს ხო ჩავედი პრეფექტამდე ჯერ ხო ამას ხო მე არ წამოვალო შეცვლი რა როგორ თორე პრეფექტი ხარ მეთქი არ წამოვალ შენ წადი თუ გინდა კი ბატონო არ არის პრობლემა ჩაასვი ბენზინი მანქანაში რომ არ გაგვითავდეს მეთქი ჩაასვენე ბენზინი ხო ზოლს უთხარი წავედით მეთქი იმ სოფელში ხო ვიდივართ სოფლის თავში შეკრებილია ხალხი ხო და მე ვიფიქრე ამ ხალხში ვიდეთ სოფლის გამგებაში შევალ მაგრამ რომ ვიდივართ ზომა დაინახა უყანა ხედვის სარგეში რომ მოგდეს ხალხი და გავიქცეთო უთხრა რა უნდა გაიქცე გააჩერე მეთქი გააჩერე გადმოვედი უკან მივდავდექი რომ მოვიდნენ და ნუ ახალგაზრდა მეუცებ მოირბინეს და მოხუცებიც მოროდნენ ნუ დაველოდე იმ მოხუცებს აბა რა უნდა მოვიდნენ ვინახარო უთხარი აი გამსახურდია გამოგზავნოთ თქვენთან რომ ეს პრობლემები გაქვს რაღაც მეთქი და ესე აი ისე უყარად ზვიადი ხელები უკან მიმქონდა ხელებზე საკუთრად იწებდნენ რა ეგ რომელი სოფელია აი წალკასთან ბერძნები კი ხო და მე ვთქარი აი ეგ არ შეიძლება მეთქი ხა საქმეზე ვილაპარაკოთ მეთქი წავედი სკოლა ნახე ის მიწა იყო რა იატაკი არ იყო ხო ნუ მე ვინახე კონკრეტულად რისი მოთხოვნა არაფერს არ ვიკეთებს ეს პრეფექტიო რა ხო ჩამოწერე რა საკუთრების რა პრობლემის ჰქონდა და ყველასთან დავრეკე რომ ეს პრობლემა ამდენ ხანში ჩავხოთ მოაგვარი ამდენ ხანში მოაგვარი ყველაფერს ვამოწმებდი უყურებდი ხო ვისთან დარეკეთ ვიჯერეს მაგალითად ვიცნობდი თვით განათების იმას ვთხოვე რომ იქ განათება არ არის მეთქი სოფელი მაგრამ უნდა დაეხმაროთ მეთქი ხო ვიჯერეს ვიცნობდი ადრე
ეგ მოყოლილი მაქვს მე და ბესო ვიყავით წარსულები თათრები ცხოვრობენ იქ და ქართველებს აწიოკებდნენ და იარაღი ჩაუტანეთ და ეს მაუთურები და რაღაც შოქი და ის ეგ ჯერ კიდე კომუნისტების დროს ასეთი უსაქმური პრეფექტი რატო არ მოხსენეთ თქვენ ხელში არის ეგ უკვე ეგ საკითხი იმასთან და გადაწყვეტილიყო მე თქვენ წევრი იყო მრგვალი მაგის ალბათ ხო არც ვიცნობდი და არც მაინტერესებდა იმიტომ ბევრი ისეთი მოხდა რომელსაც კაცაგები ხო და ну ყველაფერი მოუგვარე მოკლედ ერთი გირის ბოლოს დაურეკე იმ მოხუც ხო და ის ან გავთიშავეთ ხო ყველაფერი რიგზეაო დიდი მადლობაო და ოღონდ ზვიადი ჩაგვანახეო ხო მე ვერ დაკვირდები თეთქი მაგრამ ვეტყვი მეთქი და თუ გადაწყვიტა ჩამოვა მეთქი უნდა ჩასულიყო ესე შედარც არ ქონდა ამდენი დრო და ვერ ჩავიდა ხო არ ქონდა ხო და მითხრა 100-იანი წაიყვანეო და 100-იანი არის ხო აი ეგეთი პრობლემები ვერ მქონდა რა ბატონი აი ხლა ქართულ ხალხს მრავალი რამ აღელვებს მე მინდა თქვენი აზრი გავიგო ამის იქიდან როგორ ჩანს რამდენიმეს დავასახელებ აი მაგალითად განსაკუთრებით აღელვებს თბილისსა და ბათუმში ამ არაბული დასახლებების შექმნის ამბავი ერთი ქალაქის და მეორე ქალაქის ისედაც გადატვირთულია და ათასნაირი პრობლემები რა ემატება ამ ქალაქებს ხო რა საჭიროა რა საჭიროა პარლამენტი მეორე მე ჩამოვიდა და მე რომელზედაც ხლებათ იმაზე ისაუბრებ მეორეა მაგალითად ამ ბოლო დროს ბევრი ჩელება მაგრამ ბევრიც ინგრევა და ზოგიერთი დაგრევა და ჩემთვისაც აუხსნელი და მაგალითად ხორბლის შესანახი ელევატორი ჰქონდა და მაგის გამოყენება რამდენად შეიძლებოდა თუ არ შეიძლება ხლა მიდგომიან უკვე და ძირსუთხრია და მე რიყეზე ვინც ააშენა რა ააშენა ერთია მაგრამ აი როგორ შეიძლებოდა მაგის ფუნქციონალურად გამოყენება და აი ამ პრობლემიდან რომელზედაც გინდათ იმაზე ისაუბრეთ აი დავიწყოთ დოქები დავიწყოთ რამდენი თეატრია გვაქვს, რომელსაც შენობა არ აქვს. რამოდენიმე თეატრი მიეცი და იმუშავებენ და ხალხი მიივაკაცო და ცოტა ეს კულტურამაც ხონა კულტურული ცხოვრებაც ხონა წავიდეს ეს ერთი. შესაძლებელი იყო მაგსახით მაგისი გამოყენება. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება რა. თუ მოინდოვე და თუ გიღმას საქმედია. ელევატორის დანგრევა არა რამდენი დასანგრევის სახლია მთაწმინდაზე და 40,000 სახლი უნდა დასანგრევი თბილისში აი მას მიხედო რა რაიმე ელევატორს ანგრევენ სახლი იქცევა ხო კი მე ავგზავნავდი ინვესტიციებს რომლებიც შემოდის ბინების ასაშენებლად უცხოური ინვესტიციებს ქართულმა ააშენოს კი ბატონო არ არის საჭირო მაგდენი წარმოება ააშენონ რომელიმე გინდა ზეთის წარმოება რა ვიცი 1000 რაღაც შეიძლება ხო რომელიც შეპირების მიუხედავად 100 ქარხანა მოქმედებაში ჯერ არც ერთი ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი არაშენებულა მე ერთხელ მოგიყევით რომ კობა ნაფეტვარიძე იყო ასეთი საქმოსანი ღმერთმა აცხონოს გარდაიცვალა მე რო ჩამოვედი გადასული დამხდა პირველად რო ჩამოვედი კობამ დაიწყო ტურბინების წარმოება რომელსაც წყალში ჩადე გამდინარე წყალში და წყალი ატრიალებს ამ ტურბინას წარმოიქმნება დენი კობა მითხრა რომ ამის ის გვინდა გამოცდაო და სერტიფიცირება რომ მე გავიტანო თუ ცუეთში გამოფენებზე რაღაცებს ხარ დაგეხმარები მეთქი და სპორტის სასახლის გადმოსწრი აჭარის უკან არის ინსტიტუტი ჰიდროლოგიის ხო და თხოვე დირექტორს რომ ეს გამოცდა გვინდა მეთქი და კიო მოიტანე თუ ხო იქ გამზადეს ყველაფერი ნაკადულის წყალმა იაროს ეს რო ატრიალოს და იქ ერთოთახიანი ბინასავით იყო ჩარტეს ტელევიზორი საერთოდ მანქანა ხო რაღაცები ნუ ატრიალა ეს დაიწყო ამ მუშაობა და კარგი შედეგი მისცა ეს გაოცებული იყო დირექტორი ხო სერტიფიკატსაც მოგცემთო ყველაფერი გავაკეთე კობას მისცა ხო და კობა 2 თვის მერე იტალიიდან ჩამოიტანა 1000 სალზე შეკვეთა 1000 სალზე ხო ზვირი ჯდებოდა ეს არა ნუ ეხლა საქართველოს შეგიძლია ზვირი არ ჯდება ხო და ყოველ შემთხვევაში ევროპაში მაგფასი ადვილად გადიოდა და ახლა ძირითადად ევროპაზე იყო ორიენტირებული მაგრამ საქართველოში იაფათაც გავიდოდა რა ხო და ესე იგი
სად ეწარმოებინა ეგ პრობლემა იყო და ელმამაშენებელში მან არ დავიბადე, თორემ მან გავიზარდა ესე იგი ჩივაზეს არდენელ დირექტორს კარგად ვიცნობდი, მე აქ სხვა დანიშნეს დირექტორი კი გული დამწყო ჩივაძე რო აღარ იყო, ხო და მივედი ამ ახალ დირექტორთან უთხარი და თავიდან უარი მითხრა. ხო, ну აი მაშინაც ეგრე დამჭირდა ხელების მომჭირდა, ხო და ცოტა უხეშად ვილაპარაკე, ხო და მე მიზეზით არ მინდა და მორჩა რა ჩემი ხარხანაა და ეს მიხვედით რისი თქმა სამქროს ნაწილი მაინც გამოვუყავი რა აწარმოოს ხო ქირის მას ხო მაინც ხო გადაგიხდის არა მაინც გაჩერებული გაქვს წარმოება ხო და ნუ აი ხლე ეგეთი ის შეხვდა რა ვიცი და აი მაგის წინააღმდეგიც ვიყავი რომ ეგეთი ხალხი არ უნდა დაგვენიშნა საქმის მცოდნე უნდა ყოლიყო იმ ქარხნიდან აგვერჩია ვინმე ისე ხო რაღა უცხო მოყავს ხო იმიტომ რომ იცი ეს ქარხანის თავისებურება და ხო ის კი არა მაგ ქარხნის მიყიდვაზე მე თანახმა ვიყავი ჯერ კიდევ ჩვენ რომ ვიყავით ხელის რუსებისთვის მიგვიყიდა რუსები გთხოვდნენ მაგ ქარხანას იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ორი ერმავლის ქარხანა იყო ჩვენი და ნოვოჩერკასკის ნოვოჩერკასკი ვერ აუდიოდა შეკვეთებს და მოგვეცითო და ვაწარმოებთ ვამუშავებთ რუსებთან მაინდა-მაინც ბორჯომის წყალი უნდა მიცე რუსებს ვასაგები აგე მიეს ერმავლების ქარხანა ამხელა ნედლეული ისე შემოზიდავს რუსეთი ამ ნედლეულს ხო ხო და რა ვიცი ხო და ნუ მოკლედ დავაწყებინე კობეას ეგ წარმუშაობა იქა აწარმო გაიტანა გაყიდა ხო ის 1000 ხო მე ხო წავედი უკვე რა პრობლემები მქონდა ხო და ურთიერთობა არ მქონდა უკვე და რო ჩამოვედი უკვე გარდაცვლილი იყო კობა 2007-ში ჩამოვედი პირველად რო წავედი ხო და ნუ მე სხვაებიც ყავდა ნაცნობი მოუძენე სოქს უკვე მიტოვებული მქონდა ის საქმე ზოგი უკვე აი ესეთი ნუ მეტალიტეტი უკვე დავარდა ის ან მონდომები ახრო რაღაც ეკეთები ხო და აი მეწარმოებაზე კანონურ პროექტს რო ვაკეთებდით აი მეწარმოებს ვეკითხებოდი რომ ესე გავაკეთებთ მე ეს ხო და იმიტომ იყო რომ კარგი ის ნათაძემ უთხრა შევარდნაძეს ვნელავო ესე არაფერს არ აკეთებდნენ ჩვენზე ნათაძე გამოვიდა და უთხრა ეხლაც იმ კანონებით მუშაობთო სად არის ის კანონები რომ შეგეცვალაო შეცვალეო ხო და სხვისი შრომის დაფასება უნდა იცოდეო ესე გამიხარდა მაინც ნოდარი სადაგებით ობიექტურიც იყო და მოსკი მოინანია ხო ნუ ჩაილინა მაგრამ არა უშუალო ხდება ხოლმე ცხოვრებაში პატების უნარი უნდა გქონდეს ეგეც არის რა რა თქმა უნდა ხო აი რადოს ეგემული გორის რაიონიდან ჩამოვიდნენ გლეხები ჩემთან საზამთროდ ფურაჟი არ აქვს და რა ქნათ და დაგვეხმარებოდა მე ვთხარი სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ იმეთქი ვიყავი თუ არაფერი გამოვიდა აგერ კომისია რო სოფლის მეურნეობის არაფერი გამოვიდა აბა ჩემთან რატომ მოხვედით თუ დავლა მილიციელი მაგ გითხოს რომ იმას სამიდით ის დაგეხმარებათ იმას მე გითხი ხო მოვენ კაი შემოდით მეთქი და ეს ახლა რა უნდა იფიქრო ახლა ფურაჟზე უკრაინაში ვერ გავუშვებ მაშინ არის ყომი დაწყებული ხო და ძვირი დაუჯდებოდათ და მე რა ვთხარი კავკასიის ბიჟაზე მეთქი ამარანტის თესლია შემოსული მეთქი აი ამარანტი აი როგორც მზესუმზირა იზრდება ისეთი ღერო აქვს დიდი იზრდება და მწვანე ფოთლები აქვს დიდი რა უხმოსავლიანია მწვანე ის მასა გექნება ხო და გავიკეთე დავეხმარე ამირანი იყო მაშინ ქადაგიშვილი ბიჟის დირექტორი ამირანსაც მე დავეხმარე რომ ეს ბიჟა დაერეგისტრირებინა ციგვა არ შვებოდა მაგის დარეგისტრირებას ხო და სიგუას უთხარი თავრობის ხდომა როდის ეკეთდი ზეგ მე გადმოვალ მეთქი თქვენთან 9 საათზე იქნები მეთქი ხდომას მე გავსწრებ მეთქი და მე ვიტყვი რომ თქვენ ბიჟას არ რეგისტრირებთ მეთქი არ მოეწონა ეს კაი მოვიდეს რომ დავარეგისტრირებ დაურეკე ამას მოვიტანე საბუთები გავაკეთეთ ის ამარანტის ბანკები კი დღეს მაინც არის შემოსული ეხლა არ ვიცი არ ამოფურთიერთო სადღა კავკასიის ბიჟა და ის მიმართვა არ ვიცი ხო და არა ჩემზე რო იყოს ჩაუდგებოდი მაგ საქმეს მაგრამ ფული უნდა მაგას ყველაფერი მე დრო უნდა ფული უნდა ენერგია უნდა ხო და
რაც საფრთხე. არა, დროსაც მონახავ, ენერგიასაც, მაგრამ ფული სად მონახავ, ეგ პრობლემაა, ხო და გამოვაყოფინო თითოზე 100 კილო წაიღეს. დათესეს 3 თვეში იძლევა მოსავალს. 3 თვის მერე გამომიგზავნეს სურათი და დიდი მადლობა რომ აი კიბე აქვს მიყუდებული ამარანზე და ასულებიან რა ხერა ფოთლები აქვს. ხო და ახლა სოფლის მეორე მინისტრი ხო ყავდა. რატო არ გააკეთა ეს? ხო ყავდა სოფლის მეურნეობის კომისიის სამგზავრო, რატო არ გააკეთა ეს? ჯიგარი არა აქვს და აი ეგ არის ხო, საქმეს უნდა მარტო საკუთარ ჯიბეზე თუ ძიგრად. თუ კი ზურაბივით შიგარ შეეტანე, არ აშენდებათ ციხე სურამისა. აი ესია ყველა საქმე რა. რა თქმა უნდა. ხო რა ვიცი, ბევრი ასეთი ისინი მქონია ამროს ახლა ყველაფერს მოგონებაც მიჭირს ხო და არც დრო გვაძლევს მოგონება საშუალებას. ხო და რა ვიცი, რა მინდა რომ ხო აი პარლამენტი სად არის? მიიღეს კანონ პროექტი, რომ ინვესტიციები აიგზავნოს ბინადმშენებლობაში უცხოელების. მარტო ქართველებმა ააშენონ, ჯერ ეგრეთ ქართველებსაც საქმე ექნებათ. ხო და მეორე რიცხვი ის არაბები წავიდნენ არაბეთში ააშენონ 64 კაცო, ჩვენ აქ ჩვენ ამ 64-ს ავაშენებთ. ზოგიერთი ქვეყნიდან გამოყარეს ეს კონცერტი კაცო. აქ ეპატიჟებიან და სასწაულებრივ რადიოს. რა ფული შემოიტანეს ერთი მითხარი. როიძახდა 6 მილიონს შემოიტანენ კობახიძე, სად არის 6 მილიარდი? მე მგონი მან აფიორა, რა თქმა უნდა. აი ეს საყიდიან და ისევ ჩვენი ხალხის და ჩვენი ხალხიც მიდის და ზდეებს. როგორც ბიტკოინების საფარსოს ქართველი ხალხი იხდის. აი ესე გადაახდენებენ ქართველებს აი ყველაფერს. ბიტკოინის გულისხმობ ბიზნეს ქართლა. ხო რა, აბა. განსაგებია. ხო და სალაპარაკო ბევრი გაქვს. ძალიან ბევრი გაქვს. მით უმეტეს თქვენი შეცხოვრება გაიარეთ რომ ბევრზე ბევრი გექნებათ მოსაყოლი. ნახოთ კინემას შემდგომში კიდევ ნახოთ გამოვნახოთ და კიდე შეხვდეთ ჩვენს მაყურებელს. ამჯერად კი მადლობა თქვენ მომზადდით და მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. ნახვამდის.